სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ანტირუსული აქციების დროს ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს და ოცნების დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ადგილზე სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა დაშავებული დემონსტრანტების ფოტოების გადაცემა ოზურგეთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის სცადა. ოპოზიციასთან დაპირისპირებისას განსაკუთრებით აქტიურობდა ქართული ოცნების დეპუტატი მარიკა ჩხიკვიშვილი. მან ადგილზე მიიტანა ვანო მერაბიშვილის ფოტო ცნობილი ვიდეოდან. ფოტოზე მერაბიშვილის გვერდით ჩანს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხარება. მას შემდეგ რაც ოპოზიციონერებმა ჩხიკვიშვილს ზვიად ხარაზიშვილზე მიუთითეს, ოცნების დეპუტატმა ფოტოს დამალვა და თემის შეცვლა სცადა. მერაბიშვილი პირდაპირ პოლიციელები ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით დაპირისპირების დროს ოცნების წევრები ფიზიკურად შეეხნენ ტევ1-ისა და რუსთავი 2-ის ოპერატორებს. ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი აგრესიითაც გამოირჩეოდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს სხდომა პოლიციის ძალით დაატოვებინეს, რის შემდეგაც სხდომაზე ბიუჯეტისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის საკითხის განხილვა გაგრძელდა.